გახარია საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვიკა ფელფანია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ვიკა და მადლობა რომ გვესწრეთ. ვიკა, ახლოვდება 4 ოქტომბერი, მალე იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. თქვენი პარტია კი ამ არჩევნებში ჩართული და მონაწილე ძალა, ამიტომ გავხსნათ გადაცემის ეს ნაწილი იმაზე საუბრით, როგორ მიდის საარჩევნო კამპანიის პროცესი. აი, რას აჩვენებს გასული კვირები და საარჩევნო კამპანია, რომელსაც თქვენი პარტია აწარმოებს. შეგიძლიათ თქვათ, რომ დიახ, სწორი იყო თვითმმართველობის არჩევნებში შესვლის გადაწყვეტილება, რომელიც უზარმაზარი ბულინგის, წნეხის, კრიტიკის და ტალახის სროლის მიუხედავად მაინც მიიღეთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ყოველდღიურად როცა ჩვენ დავდივართ კამპანიაზე, კიდევ ერთხელ ვწმუნდები, რომ იყო ნამდვილად სწორი, რომ ეს მოქალაქეები არ დავტოვეთ ქართულ ოცნებასთან მარტო პირისპირ. იქედან გამომდინარე, რომ ყოველდღიურ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ ვაწყდებით იმას, რომ ამ ადამიანებს აქვთ ისეთი საბაზისო პრობლემები, რომლებიც ჰქონდათ 20 წლის წინ, ისეთი საბაზისო პრობლემები, რომლებიც ჰქონდათ 12 წლის წინ. ისინი ყოველდღიურად იბრძვიან საკუთარი თავის გადარჩენისთვის და რაც ჩემთვის ყველაზე მძიმეა, ისინი არიან იმედგაცრუებულები. მათ ესეთი განცდა აქვთ, რომ საკუთარი თავის გარდა მათი პატრონი არავინ არ არის და ამ ქვეყანაში ვინც არ უნდა მოვიდეს, ეხლა არსებული ეგრეთ წოდებული ხელისუფლებაც და ასევე ვინც მომავალში მოვა, არავისი იმედი არ აქვთ. რა თქმა უნდა, ეს განაპირობა იმ ცუდმა გამოცდილებამ, რომელიც გამოცდილებად მათ აქვთ უკვე ამდენი წელია. მოქალაქეები ყოველდღიურად გვიზიარებენ იმ პრობლემებს, რომელიც ფაქტობრივად ადამიანის სასიცოცხლოდ არის მნიშვნელოვანი და საბაზისო პრობლემებად შეიძლება ჩაითვალოს. განწყობები საკმაოდ კარგია, იმიტომ რომ ყველა მიდის არჩევნებზე, შემიძლია ვთქვა, რომ 90%, ვისაც პირადად მე შევხვდი და პირადად ვესაუბრე, ამ მრჩევლის ამბობენ, რომ არჩევნებზე მივდივართ. არის რაღაც ნაწილი, რომელსაც გადაწყვეტილი არ აქვს და მათი მიზეზები ხშირ შემთხვევაში იყო, რომ უბრალოდ სად იქნება და თავის სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე არ იცის. თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ნამდვილად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ ეგრძნოთ, რომ ისინი მარტო არ არიან და მარტო არ არიან ქართულ ოცნებაში. უამრავი პრობლემა აქვს, თუმცა თქვენ ვერ გადაწყვეტთ რეგიონებში მცხოვრებლების პრობლემებს, იმიტომ რომ აი რიცხვებს რომ შევხედოთ, რაზეც სხვა შორის ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური პარტია ამახვილებს ყურადღებას, გახარიას პარტიამ და ლელომ 30-მდე მუნიციპალიტეტში, რაც 64 მუნიციპალიტეტიდან ცოტა ნამდვილად არ არის, საერთოდ ვერ წარადგინა მერობის კანდიდატი, ისე როგორც ბევრ საკრებულოში ვერ წარადგინეთ მაჟორიტარობის კანდიდატები და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაც ვერ შეძელით. ეხლა თქვენი პარტიის ცალკეულმა წარმომადგენელმა ამ მოცემულობაში, სწორედ არჩევნების ბოიკოტის, ასე ვთქვათ, მომხრე ოპოზიციური პარტიები დაადანაშაულა, მაგალითად ზაზა თავაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩემი სტუმარი და თქვა, რომ ისინი ახდენენ ზეწოლას ადამიანებზე, რათა თქვენს რიგებს არ შემოუერთდნენ. აი, თქვენც იგივე გაქვთ სათქმელი მიზეზი იმის, რომ არ გყავთ საკმარისი რაოდენობის კანდიდატები ბოიკოტის მომხრე ოპოზიციაშია თუ მიზეზი ლელომაც და თქვენმა პარტიამაც საკუთარ მაინც თავში უნდა მოწევთ? გიპასუხებთ, არა მარტო ბოიკოტის მომხრე ოპოზიცია, არამედ ქართული ოცნებაც ამაზე ამახვილებს ყურადღებას, ისინი ამ კონკრეტულ შემთხვევაზეც ერთიანით საუბრობენ და როდესაც უკვე დასრულდა რეგისტრაცია, ერთდროულად დაიწყეს ამაზე საუბარი და მათი ნარატივები ერთ-ერთში გავდა ერთმანეთს. იქედან გამომდინარე, რომ ვიცოდით ჩვენ ძალიან კარგად, რომ იქნებოდა ურთულესი არჩევნები, ურთულესი იქნებოდა ასევე კანდიდატების ძებნაც, ვინაიდან ერთის მხრივ არის ქართული ოცნების გაზრდილი წნეხი და მეორეს მხრივ არის ბოიკოტისტების გაზრდილი წნეხი. ერთი შესაძლოა იყოს ფსიქოლოგიურიც და ფიზიკურიც, მეორე არის ფსიქოლოგიური წნეხი. ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში სია გვაქვს წარდგენილი, აბსოლუტურად ერთი მუნიციპალიტეტიც არ არის, სადაც სია არ არის წარდგენილი, ამიტომ მე მგონია, რომ ყველა რეგიონში და ყველა მუნიციპალიტეტში ის ადამიანი მაინც გვეყოლება, ვინც მოქალაქეების სათქმელს ყოველ შემთხვევაში მიიტანს იქამდე, სადაც საჭიროა რომ მიიტანოს. ხო, რაც შეეხება ამ შედეგს, რატო დადგა ეს შედეგი, ეს ფაქტია, ეს მოსაზრება არ არის, ეს ფაქტია, იმიტომ რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვიყავით მოძიების პროცესში, ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ვთავაზობდით კანდიდატობას,
პირდაპირ ამბობდა, რომ მას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ იბრძოლოს ადამიანების პრობლემებისთვის და იბრძოლოს ამ არჩევნებზეც, თუმცა ვერ უძლებს იმ ზეწოლას, რომელიც ერთის მხრივ მოდის ბოიკოტის მომხრე ოპოზიციის მხრიდან და მეორეს მხრივ მოდის მათ მუქარები ქართული ოცნებისგან. ქართული ოცნება და ბოიკოტის მომხრე ოპოზიცია ამ პროცესში ერთმანეთს დაეხმარა და დადგა ის შედეგი, რა შედეგიც დადგა. ჩემთვის პირველ რიგში და მე სულ ამბობ ჩემთვის როგორც ამ წუთას თბილისის ნავთლუღის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატისთვის. სულ ამბობ, რომ მნიშვნელობა არ აქვს რა ციფრი დაждდება 4 ოქტომბერს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხმა დაინახოს, რომ ის მარტო არ არის და ამ ხალხმა დაინახოს, რომ მათთვისაც იბრძვის ვიღაცა. ყოველდღიურად კიდევ ერთხელ ვწმუნდები, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეებს არ მოსწონთ ქართული ოცნება, არ უყვართ ქართული ოცნება და არ არიან მის კმაყოფილები, მაგრამ ეშინიათ ასევე ცვლილების, რომელიც ცვლილებად შეიძლება მათთვის უფრო ცუდი იყოს. თქვენი პარტია ადგილობრივ არჩევნებში ველოსთან კოორდინაციის და თანამშრომლობის რეჟიმში გადის. ყავთ თბილისში მერობის საერთო კანდიდატი, რომელიც ახლა ბრიუსელში იმყოფება, ამიტომ ერთ კითხვას ამ თემაზეც დაგისვავთ. ირაკლი კუპრაძე, უშინ ბრიუსელის მერს შეხვდა, თვითონ კუპრაძემ თქვა, რომ ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მისთვის როგორც მერობის კანდიდატისთვის მნიშვნელოვანია. ბრიუსელის მერმა კი აღნიშნა, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ირაკლი კუპრაძე. ირაკლი კარგი ბიჭია, მაგრამ კრიტიკა და ქილიკი ახლდა გუშინდელ შეხვედრას. ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ირაკლი კუპრაძეს თავი უკვე თბილისის მერი გონია და შეახსენეს, რომ არჩევნები ჯერ მოსაგები აქვს. აი მართლაც რა დატვირთვა ქონდა ბრიუსელის მერთან შეხვედრა და რა საჩვენებთ ამით საზოგადოებას? ხო, პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული მემორანდუმი გაფორმებული, რომელიც ითვალისწინებს, რომ ჩვენ კონკურენციაში არ შევედით ერთმანეთთან. სადაც ჩვენ დავაყენეთ კანდიდატები არ დააყენა ლელომ, სადაც დააყენა ლელომ, იქ არ დავაყენეთ ჩვენ. აქედან გამომდინარე, ეს თლიანად ეფუძნება ჩვენ თანამშრომლობა იმას, რომ ერთმანეთს არ გაუწიეთ კონკურენცია. დანარჩენი პოლიტიკური ქმედებები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახორციელებთ ამას დამოუკიდებლად, ერთმანეთს არ უთანხმებთ, რა თქმა უნდა, მათ აქვს თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი, აქედან გამომდინარე, ჩვენ დღის წესრიგით მოქმედებთ, ისინიც თავიანთი დღის წესრიგით მოქმედებენ. ასე ვთქვათ, მის თქმა მინდა, რომ ჩვენ ერთმანეთთან არ ვათანხმებთ, ვინ როდის წავა უცხოეთში დიპლომატებთან შესახვედრად, ვინ როდის გამართავს რეგიონში შეხვედრას და ასე შემდეგ. ქილიკს რაც შეეხება, ხო, დღეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც და უფრო ალბათ პირველი მხრიდან ქილიკი იმის შესახებ, რადგან გქონია, რომ ზედმეტ ყურადღებას უთმობენ იმის ნაცვლად, რომ ქართულ ოცნებას შეეწინააღმდეგონ და იმის ნაცვლად, რომ ქართულ ოცნებაზე დახარჯონ დრო, სამწუხაროდ ოპოზიციაში არსებულ ადამიანებს უფრო მეტად აქილიკებენ და უფრო მეტად აზიანებენ, მხოლოდ ეს მინდა ვთქვა. კეთილი, აუცილებლად უნდა გკითხოთ კიდევ ერთ აქტუალურ საკითხზე, რასაც ქვია საპარლამენტო მანდატების გამოყენება, არ გამოყენება, საზოგადოება მიცის, რომ პარლამენტმა სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ ცნო პარტია გახარია საქართველოსთვის 12 წევრის უფლებამოსილება ძველების ნაცვლად, რომლებმაც თავის მხრივ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს, ამ 12 დეპუტატ შორის კი ერთ-ერთი თქვენ ხართ, ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით და კითხავთ, ხომ არ მიგიღიათ გადაწყვეტილება, რას იზამთ, რამდენად, ასე ვთქვათ, შეუდგებით საპარლამენტო მანდატის გამოყენებას და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შესრულებას. ჩვენ ვართ პოლიტიკურ ბოიკოტში, პარლამენტში და რჩევით პოლიტიკურ ბოიკოტში. ეს არის ჩვენი თქვენი პარტიის ლიდერი გიორგი გახარია ღიად ამბობს, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა ეს იყო შეცდომა, მისი პოზიციის კვალ და კვალ, ასევე თქვენი პარტიის ცალკეული წევრიც ალაპარაკდა, რომ შესაძლოა ბოიკოტის გადაწყვეტილებას გადახედოთ და საბოლოოდ თქვენი პარტია პარლამენტში აღმოჩნდეს, ამიტომაც არ წყდება ამ თემაზე კითხვები. აი რა შემთხვევაში მოიქცევით, მაშინ ასე კითხავთ, რა შემთხვევაში შეიძლება შეცვალოთ გადაწყვეტილება და პირადად თქვენ რას ფიქრობთ, იქნებოდა დღეს ქართული ოცნება პოლიტიკურ უფრო დასუსტებული ოპოზიციას, რომ საპარლამენტო მანდატების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. ხო, ამ წუთის მოცემულობით ბოიკოტი უფრო სასარგებლოა ამ წუთას, ამიტომ შესაძლოა რჩები ჩვენ პოლიტიკურ ბოიკოტში, მომავალში რა და როგორ შეიცვლება, ამას ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ მივიღეთ სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე. რაც შეეხება დაშვებულ შეცდომას, ჩემი პერსონალური აზრიც არის, რომ
ოპოზიციას უნდა გამოეყენებინა მანდატები, მინიმუმ არ უნდა გაეუქმებინა და პოლიტიკურ ბოიკოტს ყოველთვის შესაძლებელია, რომ პოლიტიკურ ბოიკოტში იყო. ამას თავიდანვე ვამბობდი, რომ ის მანდატების დახევა, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი, მათ ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილს მისცეს ბერკეტი ხელში, მათ შორის ის ბერკეტი მათი დაკავების შესაძლებლობა და კიდევ სხვა ბევრი ბერკეტი ახლავს ამასთან. ამ გადმოსახედიდან და მაშინაც ამას ვფიქრობდი, რომ კი თავდაპირველად ეს იყო, რა თქმა უნდა, შეცდომა, თუმცა დღეს წევრების გვერდით სავარძლის დაკავება ეს იქნება მიღწეული შედეგისთვის ხაზის გადასმა, ამიტომ ეს მიუღებელია, გეუბნებათ თეონა აქუბარდია, რომელიც ცოტა ხნის წინ თქვენივე პარტიას წარმოადგენდა და პარტიის დატოვების გაწყვეტილება მიიღო სწორედ იმის გამო, რომ დაგროვდა საკითხები, რაზეც მას და პარტიას განსხვავებული პოზიციები გაქვთ. რას უპასუხებთ? მაშინ ამასაც კითხავთ თქვენივე პარტიის ყოფილ თანაგუნდებს. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ თეონას, რა თქმა უნდა, ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობა არის. ჩვენ მაგისთვის ვიბრძვით, რომ აზრთა სხვადასხვაობით შევძლოთ თანაცხოვრება. ამ ეტაპზე მას განსხვავებული აზრი აქვს, ეს მისი უფლება და შეუძლია რომ ქონდეს ეს განსხვავებული აზრი. მისი გადაწყვეტილებაც, რა თქმა უნდა, თავისუფლად მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე ის გუნდს აღარ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ხო ჯერჯერობით გვაქვს ამ ქვეყანაში თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების პროცესი. თქვენ უფრო თავშეკავებული ხართ, მაგალითად ბერდე ასიჭინავა, რომელიც გუშინ საღამოს ეთერში იყო ჩემი სტუმარი, თეონა აქუბარდიას და დიმიტრი ცქიტიშვილს, რომლებმაც აი განსხვავებული პოზიციის გამო მიიღეს პარტიიდან გამოჩვის გადაწყვეტილება, მოკლევადიანი პროექტები უწოდა. რა ვიცი, რამდენად არის ეს ის ენა, რომლითაც პარტია გუნდის ყოფილ წევრებს უნდა ესაუბრებოდეს? ხო, მე ამ წუთას ჩემს ენაზე ვაგებ პასუხს მხოლოდ და გეტყვით, რომ განსხვავებული აზრები ყოველთვის იარსებებს. დღეს არსებულ გუნდში შეიძლება გაჩნდეს განსხვავებული აზრები, ხო, ჩვენ ხო ქართულ ოცნებას ვებრძვით, იმიტომ რომ მათთვის განსხვავებული აზრი მიუღებელია და ვინც ქართულ ოცნებაში განსხვავებული აზრი გამოთქვა, ყველა ადევნის, ასე ვთქვათ, ობიექტი გახდა. აქედან გამომდინარე, განსხვავებული აზრის გამო შეიძლება დატოვო გუნდი, შესაძლოა პირიქით არ დატოვო და უბრალოდ შენი აზრის ფორმირება მოახდინო. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ პრობლემას გუნდიდან გადინების, თუნდაც იმის გამო, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ, ხო? ხვალდაზე შეიძლება სხვას ქონდეს განსხვავებული აზრი, ან პირიქით მომავალს ჩვენი აზრები ისევ დაემთხოს ერთმანეთს და ისინი ისევ ჩვენი გუნდის წევრები გახდნენ. არ ვიცი, რამდენიმე წუთი დავუთვოთ, ასე ვთქვათ, დაჭერების სერიებსაც, რომელსაც ბოლო დღეებში ვხედავთ, დაკავების არაერთი ფაქტი ვნახეთ ბოლო პერიოდის ბოლო დღეების განმავლობაში, თუმეტეს რომელიც ასე ვთქვათ რეზონანსულია, მათ შორის არ კარგავს აქტუალურობას თემა, რატომ დაადეს ხელბორტილები თავდაცვის ყოფილ მინისტრის ჯუან შერბურჭუაძეს ახლა, როდესაც წლების განმავლობაში არსებობდა მისი საქმიანობასთან მიმართებაში კითხვები და რატომ დაადეს ხელბორტილები მხოლოდ მას, როცა იგივე კორუფციულ საქმიანობასთან მიმართებით სხვა არაერთ, ვთქვათ, ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსთან დაკავშირებით არსებობს ინფორმაციები. რა პასუხი გაქვთ ამ კითხვებზე და ხო, აი თქვენც რამდენად ფიქრობთ, რომ ბურჭულაძის გავლით ქართული ოცნება გასვლას აპირებს ვიღაც სხვას? ჩემს თვალში ეს ყველაფერი ჩანს ესე, რომ ვიღაცა კორუფციიდან ნაშოვნი ფულით საკმარისი წილი არ მიუტანა ბიძინა ივანიშვილს. ამ წუთას მიმდინარეობს კორუფციასთან, არათუ კორუფციასთან ბრძოლა, არამედ კორუფციის ლეგიტიმაციის გადანაწილება, ვის მეტი უფლება აქვს ამ კორუფციაში იყოს თავით ბოლომდე ჩართული. აქედან გამომდინარე, ხა ქართული ოცნება ისთვის ახალი არ არის კორუფცია, ხო? ფაქტობრივად თბილისში თუნდაც ვიცით კახი კალაძე, რომელიც არის კორუფციის სახე და კიდევ ერთხელ ყავს ესე კანდიდატად კორუფციის სახე. ეს ბოლო პროცესი რაც წავიდა, თორნიკე რიჟვაძეც გავიხსენოთ, ხო? ხა თორნიკე რიჟვაძე წლებია კორუფციაში, ვიცით ყველამ, რომ კორუფციაში იყო და მაშინ როდესაც მას რაღაცა თანხის უკან მიტანა მოსთხოვეს, როგორც ამბობენ და ის თანხა ბოლომდე ვერ მიიტანა და იმაზე ნაკლები ჰქონდა ამ საერთო ყულობაში ჩაყრილი, რაც წესით უნდა ქონოდა ბიძინა ივანიშვილისთვის მიტანილი, მე ვნახეთ, რაც მოუვიდა, ხო? ადამიანმა თავის სამწუხაროდ სუიციდის ცადა თუ როგორც იყო, არ ვიცი, გაურკვეველი ვითარებაში რაც მოუვიდა, სამწუხაროდ მას მომკითხავი არ ყავდა ქართული ოცნებიდან. ქართული ოცნების დეპუტატებმა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ სოციალური ქსელიდან წაშალეს თორნიკე რიჟვაძესთან დადებული სურათები, ხო? მე ეს ყველა ქმედება, რაც
აი ამ მიმართულებით ხორციელდება, კიდევ ერთხელ ძალიან კარგად აჩვენებს მათ დამოკიდებულებას თუნდაც ერთმანეთის მიმართ და იმ ხარისხს რა ხარისხითაც ისინი შეიძლება გაიწირონ. მე სულ ვამბობ, რომ ჩვენზე უფრო მეტად დაუცველები ისინი არიან, იმიტომ რომ ჩვენ ვიღაცა მხარდამჭერი მაინც ყავს, ვიღაცა მომკითხავი მაინც გვეყოლება და ერთმანეთი მაინც გვეყოლება. ისინი როცა ამ ფაქტის წინაშე დგებიან, ხა ჯუანშარ ბურჭულაძეს რამდენმა გამოუცხადა სოლიდარობა, თუნდაც გუნდიდან, ხო? ვერც ერთმა ვერ გაბედა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ერთი დღით ადრე მისი ძალიან ხურვალე თანაპარტნიორებიც იყვნენ ამ ყველაფერში, ხო? ისინი რჩებიან სრულიად მარტო ამ ყველაფერში და იქედან გამომდინარე, რომ ეს კორუფციას და ბრძოლა არის უბრალოდ ბუტაფორია, ეს არის უბრალოდ ძალაუფლების გადანაწილების ბრძოლა. კი ბატონო, ბოლო კითხვა უკვე კიდევ ერთ გახმაურებულ, ასე ვთქვათ, кейსზე, საქმეზე, 665 მილიონი დოლარის გათხრების საქმე, პოლიტიკოსების შეფასება, რომ ამ ხელა ფულის შემოტანა და გადახურდავება შეთანხმებული უნდა ყოფილიყო ხელისუფლების მაღალი დონის ეშელონებთან და სხვაგვარად ეს შეუძლებელი იქნებოდა. ასეთი სხვების შეფასება, რას ფიქრობთ თქვენ ეს რომ გითხრათ და ხო აი რა გაგრძელებას ელოდებით, იმიტომ რომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პირი ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მეპატრონია დაკავებული. ხო, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ამ ქვეყანაში ერთ თეთრს თუ ვინმე სადმე რიცხავს, ისიც ძალიან კარგად იციან და მათ ჯიხურებს და ბოსტნეულის პატარა მაღაზიებს ადგება ფინანსური ყოველდღიურად თუ მათ რამე თვალში არ მოვიდათ. რა თქმა უნდა, მეც არ მჯერა, რომ ეს ინფორმაცია მათ ეხლა გაიგეს, უბრალოდ კიდევ ერთხელ ესეც არის იმ ჯუანშარ ბურჭულაძის ამბის გაგრძელება. ალბათ მათ საკმარისი თანხა არ ჩაყარეს ამ საერთო ყულაბაში, ამიტომ მათ მოუწიათ ამაზე პასუხის გება. მათ დასაჯეს ფაქტობრივად, იმიტომ რომ საერთო ყულაბაში არ ჩაყარეს ეს ფული. შეუძლებელია ქვეყანაში, ამ ქვეყანაში კონდეს ამხელა საწარმო არალეგიტიმურად, რა თქმა უნდა და ეს ვინმე არ იცოდეს, ხო? ახლა მე მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ ქართული ოცნება იხლას თუნდაც აი ამ საარჩევნო კამპანიის დროს ფაქტობრივად ვერ პირდება მოსახლეობას ვერაფერს. ჩვენ ვიცით ეს ყმადაღებული მშვიდობა და ომის პარტიასთან ბრძოლის ნარატივი როგორ აქვს გაშვებული, ხო? კიდევ ერთხელ ვამბობ და მოქალაქეებს ვეუბნები. ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელსაც საბაზისო პრობლემები ვერ მოუგვარებია სანიაღურე ჭები, ვერ მოუგვარებია ავარიული სახლების პრობლემა, ვერ მოუგვარებია საბავშვო ბაღების პრობლემა, როგორ შეიძლება რომ მოაგვაროს გლობალური ომის პარტიის პრობლემა, ეროვნული ნარატივი როგორ შეიძლება რომ გქონდეს ამ. მადლობა ვიკა, დაგმშვიდობებით პარტია გახარია საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვიკა ფილფანი იყო დღეს ჩვენი სტუმარი.